საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. მე პაატა გულიაშვილი ვარ და რა თქმა უნდა დღესაც შევეცადეთ და მე მგონი გამოგვივიდა კიდეც საინტერესო ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანები მოვიწვიეთ სტუმრად. მას ასე მე მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლის სულიკოს წევრები ივანე გალუაშვილი და თამაზ საგინაძე. ივანე გალუაშვილი და თამაზ საგინაძე ოპერის სოლისტებისაგან შემდგარი ანსამბლ სულიკოს წევრები არიან. ანსამბლ სულიკოს გულამოსკვნილი ვეძებდით ჩვენთან მოსაწვევად. შემდეგ მივხვდით ყბილეთ და ვკითხეთ სტუმრად ხმარ მოგწანდებით ანეკდოტების შოუში თქო. ოპერის მგოსნებმა ერთად შეიფრთხიალეს და თვითხრეს დიახ, დიახო. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო, დღეს თქვენთვის იხუმრებს სულიკო. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. უყურეთ გადაცემას ბოლომდე და გპირდებით აუცილებლად ჩაიცინ ხითებთ. დადარჩენი კი გადაცემაში. მოგზანდით. აი, გამარჯობა. მოგესალმებით, დავბრძანდით. ესე იგი, რამდენჯერ მქონდა მცდელობა, რომ მობრძანებულიყავი ჩემთან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ხვდები, გასტროლია, მეტსახიობი ვარ. მოუცრელობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მობრძან. ძალიან გვიხარია. როგორ არის საქმე თეატრში, თქვენ ცხოვრებაში, რა ხდება? კარგად, ყველაფერი მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, სპექტაკლები, გვაქვს ღონისძიებები, გასტროლები და შემოქმედებით ცხოვრება. ასე შენებ. დალევა? მუშაობ. კაი, ეხლა ჩვენი ამბავი ისეთი არის, ცხოვრებას გულისხმობ, რომ თუ ცოტა არ გადააყოლე, ხელოვანი ადამიანები და განსაკუთრებით თეატრის მიმართულები და განსაკუთრებით ოპერაში ყოველთვის იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ ახლა კაი, მინდა რომ დააგრუხუნებ ისეთ სიმღერას, ამას ჭირდება ენერგია, ამბავი და ვინ ლიდერობს დალევაში, ვანიკო? მართლა? მე მიწევს ხოლმე, თორე ისე ლიდერი სხვა ყავს, უფრო მეცვავს. ხო არა? ესე იგი, იწევთ რას ნიშნავს? აი, მაგაშია საქმე, რომ ის გარემო და წრე, რომელიც გარს მარტყია, მოსვენებას არ მაძლევს და ხან ერთ სუფრაზე ვარ, ხან მეორეზე. ამას ეს პერიოდი გრაფიკი ქონდა ჩამოწერილი ხოლმე, ხვალი, გზეგი, ბაზეგი. ორი კვირით ადრე ვეწერებოდი. ესე იგი, იმდენი კაი რაღაცები ხა ინტერნეტის საშუალებით რა. ბევრი ვიდეოები იდება თქვენი გასტროლების შესახებ, რა ვიცი, კურიოზები, მილიონი რამე და თვითონაც აი ატმოსფერო მაგალითად თქვენი თეატრის და იქ რაღაცა უფრო გაცილებით ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა ისეთი ამბები, საინტერესო იუმორის თვალსაზრისით. ეხლა როცა დათო საყვარელიძე იყო თქვენთან ხელმძღვანელი, ხო იყო რაღაც პერიოდი და დიდი პერიოდი. მაშინ გააკეთა იმ პერიოდში ჩვენთან რუსთავის თეატრში ოლივერი. ძალიან კაი რაღაცებს გვიყვებოდა ხოლმე. ეხლა თქვენ სოლისტები გასაგებია, იქ კიდე ორკესტრის ამბავია და არის მთელი კურიოზები და ამბავი ხა ჩვენ მსახიობური მიმდევრობით ვაძლევთ თავისუფლებას ვიმღეროთ და ხა მეტი რაც შეგვიძლია და ესეთი პირველად მოგვიწია ორკესტრთან ერთად სიმღერა ლაივში. ხო და არ მინდა ეხა სახელი და გვარი თქვა და ვერ იწყებდა ტაქტზე შესვლას რა. ეხა მოგეცნებათ ძალიან რთულია რა, ღელვასთან ერთად სიტყვა, მაგრამ თუ ვერ დაიწყე, რა ვიცი. ხო და ესეთი რაღაც ჯოხი მეჭირა, მისტერ ბამბლს თამაშობდი რა და იცი რა ქენიო დაუბრახუნეო რა და მე შევაო. და ხან ადრე უბრახუნებდი. ხან რომ გაივლი და ის ტაქტი მერე და აბა, განზე ჩოლო იყო მაშინ. დირიჟორი, პირველი სადირიჟორი იყო და
მოგრე ძალიან დიდი კურიოზე ვიყო და ასე ვთქვათ, გაჩალიჩება იქნება ხოლმე და მე ჩვენთანაც ხან ერთმანეთს ვეუბნებით შენი დროა, შედი დროს და შევა და დგას ხოლმე სცენაზე მუხტად ვიღეთ. ხო. არა, ეგენი უმაგისობა არ არის. კი ბატონო, ახლავს ეხლა ამბავია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით თქვენი ისტორიები იქნება დღეს. აი, სუყოზე გამახსენდა ერთ ისტორიას მოყვები. მიდი, მოყევი. ჩავედით მე და სუყო და ეს ჩვენი მეგობარი ოპერის უკან სახაჭაპურე იყო და შესვენებაზე ჩავედი და ერთმა ქალბატონმა გვიცნო იქ ქალბატონები ისე ცოტა ასაკში შესულები და ვაიმეო თქვენ ოპერის სოლისტი არ ხართ, ვაიმე ბატონო დათო თქვენო რაღაცები და ამას დაერთო წინ რომ დათომ ერთი ჟურნალისტი მოვიდა და დათო ეუბნება რომ აი თეატრიო რო ღამდებაო რა ხდებაო თეატრიო და სუყოს ხასიათი ხო იცი ხა გაეშაყია და ღამეო ის ჩვენი გარდაცული მომღერლების სულები გამოდიან და აფრინავენ აქაო ღერია და ჩვენ ძივართო ჩუმად არ დაგვინახო და უსმეთო და ვაიმეო მართლაო ეხლა დაიჯერა ამ ჟურნალისტმა და დაწერა ეგ დაწერა ატყდა ერთი ამბავი და ამ ქალბატონმა ეთყობა ეგ მოისმინა თუ ნახა და ბატონო დავითო მართლა გამოდიანო ის სულებიო ღამეისაო და მე ვთხარი ქალბატონო თუ ესე გიყვართ ოპერა მეთქი ეხლა ბოლოს როდის იყავით სპექტაკლზე მეთქი ეხლა მინდა რომ გაცენ სერიოზულში გადავიყვანო რომ არ გვინდა ეხლა ამასაკის ქალბატონს ვეშაყიდოთ და 1851 წელს გაიხსნა ოპერის თეატრი და პირველად დაიდგა ლუჩია დე ლა მერმური 1851 წელს და ეს ქალი მოგვიბრუნდა და ბოლოს ვიყავიო ლუჩია დე ლა მერმურზეო და იმის მერე არაი დადგმული ლუჩია დე ლა კარგი ხნის ყოფილი ხარ შენ შემოდევი აუ აი ისე ხათაშორის ძალიან ისეთი იმაში ჩამაგდო, როცა აი პატარა ვიყავი და მოვედი ოპერაში, რაღაც თავისი მომნუსხა რა, იმ გარემონ ძალიან რა და აი მასშტაბით ეხა რუსთაველის თეატრის მოგიხსენებათ ესეთი ღრმა ამბავია სცენის სიღრმესაც გულისხმობდა სცენიდან პარტერსაც. მაგრამ ეს მაინც შოკი იყო რა, პირველად რაღაც ვიღაცის იუბილე იყო და იქ მომიწია რა გამოსვლა, მსახიობი ახალგაზრდები ვიყავი და მერე როცა უკვე წარმოდგენაზე ვიყავი და ეს ამ ხელ მაგარი ამბავია და წარმატება მინდა გისურვოთ და ან ჩვენი თეატრი ნამდვილად იმსახურებს ამას და ძალიანაც წარმატებულია და ძალიან გვიყვარს და ესეთი საამაყო მოთხოვნა იგზია, მაგრამ აი ცუდი დრო რო იყო. დია 90-იანი წლების ერთი ისტორია გამახსენდა, ხე კიდე რო არ მოყვე. მოყევია, მაგრამ 90-იანი წლები არც დაცვა, არც კაპედინელი, ქუჩაში ხალხს ეხვეწებიან ოპერა გადის, შემოდი დარბაში და რაღაცა და ერთი გოგონა დავპატიჟე კონსერვატორიის სტუდენტები ვართ და შევედი ცენტრალური როჟა გავაღე, შევედი და ვეთხარი არავინ არ არის მარტო ნათესავები და სცენაზე მონაწილეების ოჯახის წევრები და ერთი 30-40 კაცია რა დარბაში ხო და რა ხდებოდა მე შენ გიძული ამ სპექტაკლს შემოძვი შენთვის აი აბა მოვემზადეთ პირველი 3 რიგი ავითვისე და ის პერიოდია ჯარისკაცების ბოტასები და მაიკები რო აცვიე შემოვიდნენ მოდიონენ ეთყობა ქუჩაში და 3 რიგი აითვისეს რა ოპერას არ დავასახელებ რა ოპერა მიდის და ძალიან დაძაბული მონაკვეთია ეს თეფშები უკრავს დაარტყმა დირიჟორი ბოლოიმებზე რაღაც თელი სენი მიდის და თეთრებში ჩაცმული ქალი თავზე თეთრი ჩეფჩიკი ახურია კამარი უკეთია ეგ რუსთაველზე რო დადიოდა ხოლმე ო აი ნაყინი რო დაქონდა ხო აი გორიალი შემოვიდა აქეთ ამხრიდან პარტერში ეხლა ეძებს დარბაში გაიხედა გამოიხედა ცოტა ხალხი არის დაინახა სცენაზე უფრო ბევრი ხალხია ელოდება იქი და ეს დირიჟორი ხო ეს თეფშებიც ეს და გახედა სცენისკენ დაიძახოს და ამ დროს დირიჟორმა დაიჭირა ხელი მოხსნა და ამ კამაი მთელი ხმით მაროჟენი რა ციზა შუა სპექტაკლის დროს ატყდა ცივილკივილი და აი რა მაგარი ისტორია რას ლაპარაკ ხო გახსოვს თეთრი ქალი ის თეთრი როგორ არ მახსოვს კაცო მთელი სტუდენტობა მაქას დავდებდი ანსო აი ჭყრიალით რო დადიოდა ესე იგი ბიჭებო ჩვენი გადაცემა 3 რაუნდისგან შედგება. დღევანდელი გადაცემის თემებია კახელები, ოჯახი, ექიმები, ცხოველები, სპორტი, იმერლები, სუფრა, მოგზაურობა და გურულები.
ეხლა როგორ არის ჩვენ არაფერს არ ჩამორჩებით, ხელოვნური ინტელექტია ვთხოვთ და რომელ თემასაც ამოაგდებს, იმ თემაზე უნდა ბრძანოთ. ისტორია იქნება, ანეკდოტი იქნება, არ არის პრობლემა. ერთი მინდა ჩვენი საერთო მეგობარი ვანიკო ბარბაკაძე ალეკო მოვიკითხო, იმიტომ რომ არის ეხლა მე იტყვის იქ იყავითო, ერთი არ მახსენეთო. მე ის გავიცანი შეპირებული გოჭი კიდე არ იქისებს. და დარჩება აშვებულია უკვე გოჭის თემა. მოვიკითხოთ სიყვარულით ალეკო. მოვიკითხოთ და ძალიან ენაკვიმატი ბიჭია სხვათა შორის და ბევრ მაგის მონაყოს და არაჩვეულებრივი ლონგინოზი მამამის. აუ სასაული ადამიანი. ხოიცი ბატონ ლონგინოს მიულოცე დაბადების დღე პაატას შოუდან რა. რა მიყვარს და აი ნუ არ ვიცი ალბათ აი საუკუნის რაღაცა დაემართა ამ კაცს აი ძალიან გაუხარდა და ეხა კიდე მინდა მოვიკითხო და მოკლედ აგერ ბიჭები მზად არიან და გაშალეთ მამაშვილი ეხა და მოვდივართ რა და 85 წლის იუბილეზე სხვათა შორის ვიყავით ჩვენც მიულოცეთ რა მე ვერ ჩამოვიდი სამწუხაროდ ვერტყად ითხრას აცოცხლო კი კაი კაცი ოქრო კაცი მოკლედ ბიჭებო 350 ლარიანი ბიუჯეტია საერთო ჯამში პენსია ნუ ამ ეტაპზე, მაგრამ აუცილებლად მოემატება პენსიაც და ეს ბიუჯეტიც. იმდენი ბიჭები ხართ ეხლა სიმღერა რაც მინდა რომ გთხოვოთ რომ შეასრულოთ, იმდენი ხართ მე უნდა გავიდე და თან ისეთი სიმღერაა რომ ხმალს აოლესავ რა და დაგელუდებით რომ ეხლა რო გადავთვალე, ეხლა მთლად ესე არა, მაგრამ პატარა ჯიბედიც უნდა გაეკრათ ხელი და მე მგონი დღეს გამოგივათ ფურმანი. კი, ნამდვილი ბატონო. მოდი მაშინ ბიჭებს მოусმინოთ, ხასიათი რომ ავიღოთ და მერე დავბრუნდეთ. სულ ეხლა ხან მერაბ დვალიშვილმა დაიცვა კამარი ჩემპიონი გახდა. ჩვენი ძიუდოისტებმა, ჩვენმა ძიუდოისტებმა სოფლიო ჩემპიონატი. აბა. მიუძღვნათ ჩვენ შესანიშნავ სპორტსმენებს. აუცილებლად, კი ბატონო. გადასარევი და მშვენიერი და გაბარიტებშიც ვატყობ რომ ნამდვილად უნდა დაამატოთ ბიუჯეტს.
მე მარტო სმა არ არის კაცო გვინოს ჭამაო ონა მეაყოლო აბარა კაცო მოდი დავიწყოთ მოდი დაიწყოს ვანიკომ და ნახოთ რა თემა ამოვა ნახოთ ახლა რა იქნება და ექიმები აჰა თქვენ უნდა გადააგრძელოთ ექიმებზე დაიწყოს ვანო ექიმები აუ ჩემ ისტორიას მოუყვები ეს მიყვარს გიждები ამაზე ვენებზე გავიკეთე ოპერაცია საავადმყოფოში წევარ და ჩემთან ერთად ერთმა კარგმა ადამიანმა გაიკეთა ოღონდ იმან ორივე ფეხზე გაიკეთა ოპერაცია ვენებზე და ექიმი მეუბნება რომ მთელი დღე უნდა გეცვას ეს გეტრი თუ კალგოტკა თუ რა ქვია იმას ელასტიური გეტრი უნდა გეცვას მთელი დღე და რო დაწვევი უნდა მოიხსნა დილით რო ადგები სანამ ფეხს გადმოყოფ უნდა ჩაიცვა ეს გეტრი და ესე და ну დავიღალე რა ყოველ დილით კონტროლი და ისა და Facebook-ზე პოსტი დავწერე რომ ეს ცხოვრება ამის დედავატი მეთქი რომ ვიგვიძე პირველი ჩულკებს ვეძებ მეთქიტო და ატყდა ამბავი და ამ ჩემმა მეგობარმა მომწერა შენ რა გიჭირსო მე ხო ორივე ჩულკს ვიცმეო და ამასინა თათვირი მქონდაო და გავიქეციო დილითო მნიშვნელოვანი საქმეზე გადაწყვეტილებაზეო და რო გადმოდგიო ფეხები ბნელოდაო და ჩავიცვიო ეს ჩულკებიო და რაღაცა ცოტა მეხამუშებაო რა რაღაც ციცკნის ცოტა რაღაცა ისე ვარ და არ გაჩერდა ტელეფონი ჩემი ცოლი რეკავსო და ბოდიში მოიხადე გავდი რა გინდაო ხო იცი საქმე ვაქო და რა მინდა კი არა ჩემი ჩულკები დაიბურე და შენები წაიგე და ჩაიწვი კარგია ხო მე ახლა იმედია არ მიწყენს ჩემი მეგობარი პაატა ნუცუბიძე ნოდარ დუმბაძის დიშვილია რა და აჰა არის არქიტექტორი და ეს ძველ ამბავს ვამბობ. დადიოდა ხან არმაში, ხან იმაში და кейფი ჩვენი არ იყოს იმასაც უყვარდა და ნუ მოკლედ ისე მოხდა რომ რაღაც შეემთხვა და ორივე ფეხი მოიტეხა. წევს ერთდროულად ხო? ეხლა არ მათქმევინო როგორ. არ მე შეიძლება ეწყიდოს. ბატონო თქვენ როგორ ხარ? ხო და მოკლედ ორ ადგილიან პალატაში წევს ეს ორი ფეხი გაჭიმული გირები კიდია ნოდარი დადის ყოველ დღე სანახავად ის არის მეორე საწოლი цаრიელია. ერთ დღესაც მივიდა ნოდარი და ნაცნობი პროფესორი, ექიმი, პედიატრი. ნუ ნოდარი მიესალმა, იმას ცალი ფეხი აქვს, გაჭიმული. მიესალმა მოიკითხა და დაუჯდა პაატას და ნუ ჯერ პაატას როგორ ახავდა. იმას ამოუვიდაო, ჩუმად ეკითხება. რა ვიციო, საწოლიდან გადმოვარდნილაო და ფეხი მოუტეხიო. მერე ისევ საწოლზე დააწვიეს. მოდარ საოცარი უმორი ხო. აბარა, ბიჭებო, თუ კიდე რამეს დაამატებ თუ არა და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. გადავიდეთ შემდეგებზე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, აბა. ჩემ ხელოვნური ინტელექტს რა დავარქვა არ ვიცი. და ყველა სტუმარს ვეუბნები თქვენი ვერსია ხო არა გადა. ეს ახლა ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური რაღაც არ ვერქვა, ხელოვნური ინტელექტი არ ვიცი. როგი დონა არ ვიცი. ამე უნდა მოუფიქროთ. აუ გურულებზე. გურულებით, ოღონდ თქვენ უნდა დაიწყოთ ამას ბატონო. კი ბატონო. იმაში, აი ოპერაში ხო არის რაღაცა არიები ისეთი რაღაცა და ცოტა უცნაური სახელებიც არის, ხო, რომელიღაცა ისეთი პერსონაჟების, კი ბატონო. კი, როგორ არა. თუ მსვლელობის დროს რამე გაგახსნა ადრე მოყევი, რაღაც სპექტაკლი ქონდა და გარეთ რო შპაგებით გამოხვედით. კი ბატონო. ანალოგიური ისტორია ჩვენო მე მოგიყვებით აი გურულებზე მოყვე და მოგიყვები. აბა გისმენთ. მოკლედ ახლა მე იქიდან დავიწყებ რომ გურულების სიძევა გაგირისკიათ. გაგირისკიათ. დამთხეში მოვიდომა. არა, იმ დროს ძეს მაძლევდნენ და ღირდა რა და ეხლა აკირდა ცოტა. ხო, მოკლედ ჩოხატაურის რაიონში არის ესეთ სოფელი შუა ამაღლება. საიდანაც იყო წარმოშობით სიმონა დოლიძე. კი ბატონო. ჩემი ცოლის ბაბუა, მელიტო ჯიბუტი და სიმონა დოლიძე იყვნენ ალავი ბიძაშვილ მამიდაშვილები. ეს მელიტოც გავარდნილი და ერთადერთი ფოტო არსებობს ბუნებაში მელიტოს და სიმონასი ყაბალახებით თოფი პატრონტაჟი მოკლედ რა როგორც იყვნენ აბრაგები და ფირალები უფრო. სოფელმა გადაწყვიტა ძეგლი დაედგა სიმონასთვის. ეს ერთი სურათია. დიახ. უნდა მივიდნენ ჩემი სიმამრის ოჯახში ინახება. კაცი არის ჯიბუტების გვარის რაღაცა იმ პერიოდში თავი კაცი იყო რა მოკლედ დიმიტრი მიტიეს ეძახდნენ. მიტია ჯიბუტს აი რო ჩახვიდოდი ხო კითხავდა რა გვარი ხარ ვიზია კითხავდა ხო ეთქოდი გულიაში
ჯიბუტი ხარ, შენ 99%. ახან იქ ჩახვედი. ჯიბუტი იყო ყველა იმის. ოდა მიტია შეაგზავნეს, ეხლა ჩემს სიმართლე რომ ეს სურათი უნდა გამოიტანოს, ხატვარი, არქიტექტორი, ჩასულები არიან, უნდა ნახონ ვინ არის სიმონა, როგორი იყო. გამოიტანა სურათი, დიდი ესე ხის ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი სურათი და აბა რომელია ბატონო მიტიაო სიმონაო და გააქანა და მელიტოს დაადო ხელი. ეხლა იქიდან ვიღაცა მოჯულგუნს უშვება რომ გაჩერდი მეჯეუნა გაჩ და მერე თქვა რომ აბა ახლა შუამაღლებაში დოლიძის და დავადგმეინებდი. და გას ეხლა მელიტო ჯიბუტი აწერია სიმონა დოლიძე. რა სიცა რაცა აი ეს არის ნაღდი ამბავი, ნაღდი ისტორია. მე იქნება მოგვიწიოს იქ ჩასვლა და განახებ. რა სიცა პირელი ბრავო მაგარი ყოფილა აბა ეს გამახსენდა ანეკდოტი ბავშვს რო ეკითხებიან რა გვარი ხარ ბიძიკო შენო და დობორჯგინიძეო ო ვისი ბიჭი ხარ და კოლია ჟღენტისო ხო კაია კიდე არის ციკიდებული კაი კაცი როლებზე? რა მე მოგი ის ეხლა ბაგი შეიძლება ხა? კაი კაცი ყოფილა და გიქი იმიტიე? სასწაული კაცი იყო. გურულებზე ქვეყანა რაღაცაა კაცო. ეს შეიძლება ისო ჩემი ცოლი გაყრავს ხოვსო, ხო იცი? გუყარე მე უყარე. ხო კი ბატონო. სასწაულები არის. BTS ისტორია რამე ხო BTS ახლა იმდენი რაღაცა აქვს რა ჩამოთulis იმასთან. და ასეთი სასწაული ხალხია გურულები. კი ბატონო, მაშინ პირველი რაუნდისთვის მე მგონი საკმარისია და მეტიც არის ისე კარგად მიდიხარ. მეორე რაუნდზე გადავიდეთ. და ვთხოვოთ ისევ ჩვენს უსახელს. სანამ გაჩერდება, უნდა მოყვე რაღაცას მოგიყვებიო, შპაგებით გამოვარდითო. ისევ 90-იანი წლებია ბალმასკარადი მიდის სპექტაკლი და შენ რომ მოყევი, მაშინ გამახსენდა რა. სცენაზე ვართ ეს პომპოჩიკებიანი ისინი ფეხსაცმელები, აქედან გეტრები, აქამდე ეს ჩაცმული ბანტიკებიანი ისინი ეს დარტანიანის ჩაცმულობა, ესეთი დაყულულებიანი თმები, პარიკები, ეს უსაგო გრიმი რა, მოთხრობები, სასწაული ისინი, ეს შპაგები, რაღაცები და ბალმასკარადი მიდის რა, ყველა ესე ვართ გამოწყობილი და უცებ შემოვარდა ერთი გუნდის წევრი და ბიჭებო მიშველეთო რა და აი ჩხუბები რომ მიდიოდა და რაღაცა სტრელები და ესე და რა ხდებაო და ვიღაცასთან სპორი მომივიდაო და ოპერის ეზოში მელოდებიანო რა აქვე. მიშველეთო და ცოტა ხანი მოიცადეო და გამოცხადდა შესვენება, პირველი აქტი მორჩა და 1-15-20 ბიჭი ამ შპაგებით გავედით ესე დახვეულები გრიმში და ესენი ჩაცუცქულები, შავებში ცაცმულები, შავი ბენდერები თავზე და სად მოგვიყვანე ბიჭო ამ სიტყვა არ მითავახსენო ამ ვისთან მოგვიყვანე ვინ არის შენი ვიდა შპაგები და შპაგა წუნკრებს და აბა და რო გადასწორეთ მე შპაგა და გაიქცნე და გავვარდით მივიდებთ ამ ჩაცმულობით რუსთაველზე ვიღაცა მე გაეთიყო გამოსული ჩვენი დაცვა და სად მივიღათ სახტება სად მივიღათ და მე მივხვდით რომ რაღაც შემოვედით ისე შევედით გავნაგდეთ სპექტაკლი კარგია კარგი ჩვენიერი კარგი ცხოველებია და ვანიკო უნდა მეორე ტური შენ გავს აუ ცხოველებზე ეს ანეკდოტე მიყვარსა ძალიან ჩემი საყვარელი ანეკდოტია მე სალამურე ბიჭი მიდის ტყეში სალამურზე გრავს და დაიკარგა რა დაიკარგა და ეს ცხოველები უკვე აქეთ-იქიდან უღრენენ მგელი ის მელა და ლომი და ვეფხვი და დაინახა მინდორი გავიდა ტრიალ მინდორზე ამოიღო სალამური და დაიწყო დაკვრა შიშისაგან და ეს ცხოველები გარშემო შემოჯდნენ რაღაცა კაისმენათი რაღაც და უსმენე რა ლომი ვეფხვი ეს ცხოველები ყველა რაღაცები და ამასაც გაუსწორდა და უკრავს შევიდა ეშხში და ესენი გაფაციცებით უსმენდნენ ყველას და უცებ ერთი ლომი შემოვარდა იქით გაიხედა აქეთ ეცა იქით ეცა დაინახა ეს მესალამურე მივარდა და შეჭამა მეფე ლომა რა ქენიო ბიჭო ხო არ გაგიჟდა და ვერ გავიგე რა მითხარითო ეს ყრუა და მე ახლა ცოტა იგივე დაახლოებით იგივე მსგავსი ისტორია მეგობარს დედა გარდაეცვალა ყვარელში და ჩავედით სამძიმარზე და მსგავსი ისტორია როგორ არის წარმაი აი ეხლა მოიცა გეტყვი ეხლა გეტყვი ეხლა იქ დგევართ ეხლა ეზოში ლაპარაკობ საუბრო და ძაღლი გავიხედე ბალახს აჭავს კაცო ძაღლი? ხო მე კახელი ძაღლი კახელი მე უთხარი რა არის მეთქი სასაშორო
რავი, აი ვიღაცა თევზმა საჩუქაო და თევზი არ აჭამო, ქათამი არ აჭამო, მაგარი ხაშლამა ყოველ დღე სადა გვაქვს და ეგენ აღარაფერი არ ჭამო, პური მობეზდაო და ეგ ბალახს აჭამს. ამას მომაში ვიღაცა მეზობელი შემოვიდა კიდე ძაღლების თემა ხომიდის და იო. ეგ ბიჭო ჩვენი მეზობელი როა შაქრო გავიხედეო და ერთ სამ დღის წინ მოდისო, ხელი აქ ეგრე ჩამოკიდებული გადახვეულიო და მე ვკითხე რა იყო, რა მოგივიდეო და ჩემო ძაღლმა მიკბინდაო. ო, არა, უნდა მეთქო, წავიდაო. მეორე დღეს გავიხედე ფეხია გადახვეული. რა იყო ბიჭო? ჩემო ძაღლმა მიკბინდა. მესამე დღეს კიდე გამოდაღა ფერდია გამოგლეჯით თუ რა იყო ბიჭო, კიდე ჩემო ძაღლმა მიკბინდა, მე მგონი გემოძებს რომ სექსუალ ძაღლი მაქვს. დაუწყდით მოკლედ და ეგ იყო. ძაღლი რო ბალახს ჭამს რა. კი რაღაც ვიტამინის ნაკლებობა. სუდად როცა არის ჭამს მაგას რომ სხვანაირად მოინერვოს. შეიძლება, ხო, არა, შეიძლება მართლა ეგრეა. ხო, მართლა ძაღლია. ძაღლი, ძაღლი. ეხლა კურდღელი და ძაღლს ვარჩევ. მე მაინც მსგავსი ისტორია კარგად გადავიდა. ის სიტყვები უფრო ჩაგითვალებე. მსგავსი ისტორია მსგავსი ისტორია. მსგავსი ისტორია. ის იყო და ამას გემოქონა დაკარგული. კარგი. ესე იგი, რამე კიდე ხوار გაგახსენდებოდა. მე იმიდან მოვედით რეპეტიციიდან. სათხდება. კაუნასში ვარ. კაუნასში და რეპეტიციიდან მოვედით. უნდა ავიდეთ ეხლა დავისვეროთ 1-2 საათი და კონცერტზე წავიდეთ და 4 კაცი უნდა შევიდეს იმ ლიფტში, მეტი არ შეიძლება და მე-5 მაითხოვით ქართველების ამბავი და მეც მეჩქარებაო და შემოვიდა და ცოტა დაიძრა და გაჩერდა რა ვქნათ და ხო არ ვიტირებთ მე ვთხარ მაი და ვიმღეროთ რაც ვიმღერეთ რა. მაგარი ვიდეო. ლიფტში ვარ ჩემ რაღაცა ჩემი ლიფტი თოხარიკიო თუ რაღაცა რა და მოკლედ გოჩა დათვსანო ამოიღო ვიდეო და თურმე იღებს ამ ყველაფერს და დადო მოკლედ მოიარა ქვეყანა ამ ვიდეომ და სულხანა გველესიანი მოდის გაბრაზებული თეატრში. რა იყო მეთქი და სულ გაგიჟდა ეს ხალხი, რა იყო მე ვთხარ. ეხლა ავტობუსში ავედიო და ის მიყურებსო კონტროლიორიო რა. და ის მიღიმისო თანო და მოვიდაო და თქვენო ის არ ახავთო ლიფტში რო გაიჭედეთო და მე ვთხარი მე კი ვარ, მაგრამ 20 წელია ოპერის სოლისტი ვარ, იქიდან ვერ ამცნობ და რაღა მაინც და მაინც ლიფტში უნდა გავჭედილიყავი თქვენ. კარგია. აიგეთი რამეებიც ხდება. და რამდენი ხანს მოგიწიათ ჩდომა? აღრეთი ნახევარი საათი. ნაწილი გარეთ, ნაწილი შიგნით და აქეთ ოპერატიულად აუ მე წარმომიდგენია ეხლა თქვენ გასტროლებზე რა მაგარი დროს ატარებთ. იცოდი. გასტროლებზე სასწაული ხდება ხოლმე. ეხლა აი გასტროლი ქონდა ისრაელში. ორკვირიანი გასტროლი იყო, სხვადასხვა დათომ გააკეთა საყვარელიძე. ჩავფრინდით მეორე დღეს ფესტივალი გავხსენით და წამოსვლის წინა დღეს ფესტივალი დავხურე და მთელი ეს 10 დღე რაღაცა სასტუმროში ვარ, ვარსკვლავები რო ცვივა. რო აღარ ეტევაზე და მიდის გრიალი და რო ჩავედი ჩოხებით ხო ვიყავით და ბოლო კონცერტზე ამ 2 კვირის მერე ჩოხები აღარ ჩავგვეთია და თოკები. თან ის არის კაცო იანვარი 2008 წელი იყო. თუ რომელი 2008 წელია, აქ რო ძალიან მაგარი ყინვები იყო, იქ წითელ ზღვაში ბანაობდით. ხო და მოკლედ რაც გინა ჭამე, რაც გინა სვი 12 საათს მერე გვე ბარი იხსნება და კოქტეილები, რაღაცები უბედურება და ერთ მაგაცი გამოყვა აცხონოს ღმერთმა აღარ არის. ჯგუფში ჩამწერეთო რომ ჩემი ფული წამოვალო, რა იქ წასვლა ხო იცი ცოტა რთული ამბავია ისრაელში და ვიღაცა ნაცნობი მყავსო, გუდის ყველი და ჭაჭა ხორცო და ორი დიდი თავი გუდის ყველი თვითფრინავი ყავდა. ხო და ეს თელავივში უნდა ჩაუტანოს ვიღაც თავის ნაცნობს და ჩვენ იმიდან თელავივიდან პატარა აეროპორტში გადაგვიყვანეს და ეილათში გადავფრინდით ეგრევე. ეს დარჩა და ეგრე არ არის კაცო, იქ ჯგუფში რო წერი ხარ შენებაზე დარჩი არ დარჩი და ერთ 3 დღის მერე გინება ისმის ჩვენ სასტუმროსთან. ეს ჩამოვიდა. იგინება ილანძღება ამათი დედა და თქვენი კარგი და გავიხედე გუჯა რა იყო ბიჭო რა მოგივიდა რატო დამტოვეთ ვინ დაგტოვა შენ არ დარჩი კაცო მე რა დაგერეკაცა სადა მერეკა მე უთხარი რავი მიყავ ეხლა რა შემთხვევია ეხლა მოვიდა ის ვიღაცა ნახა იმან არმინა შენი გუდის ხელი და შენი ჭაჭა წამაიღე უკალო და წაიღეო და მივიდა აეროპორტში რომ ჩვენთან უნდა გამოფრინდეს და იქ რო ნახეს რომ ამ სიაში იყო და ცალკე მოვიდა რატო ჩამორჩი ჯგუფსა და აბა სადღაც შეიყვანეს გაჩხრიკეს
არაფერი ტანზე, გახსნეს ჩემოდანი და 4 ბოთლი 2 ლიტრა ნახევრიანი ჭაჭის არაყი უდევს. ეხლა იმათვის რაღაც გაურკვეველი სითხეა, გაზო რა იციან იმათ ჭაჭის არაყი. ეს რა არისო და ეტა ნასტაიაშია ჭაჭა ეუბნებ. გრუზიისკა არ იციან, კაცო. და ადაჟდიო უთხრა თურმე. მოახსნა ერთბოლს თავი. და სამაგიტას და გაკრა ცეცხლი მოუკიდა. აჩვენებს რა ძალიან მაგარი ჭაჭა. ეს არის თურმე დაეცნენ, დაიფარეს თავზე ხელი. ვიღაცები ამას ეცნენ, წააქციეს. ან ჯანიანი იყო ეს დალოცვილი აცხონოს ღმერთმა და ამ კაცებს წამოუხდა თურმე და ეხლა უნდა აჩვენოს რომ საშიში არ არის კაცო ესა. ისმება მოკიდა ამ ბოცხელი და მოიყვიდა და სულავს და სულგათებელო უჭირავს. ესე როქნა და ეცნერო. სულგაგიჟდნენ თურმე და ეცნენ ხო გაასკვანჩეს თურმე გაატიტულეს დააგდეს ზის მერე ვიღაცა რუსული ცოდნე მოუყვანია და იმას უთქვია ბიჭო ეგ ესენი ქართველი მაგასა სვავენო კაცო ეგ არანორმალურები არიან. თურმე ეუბნებოდა მოდი გავიყოთ ორ თქვენ დაგიტოვებთ ორი გავაც უწაიღე შენი არ მინდა შენი ჭაჭა ეგეთი რა თან იქ რა ხდება საშინელება. კარგი ცხოველების ამბავი ამოვწურეთ, შემდეგი ვნახოთ ახლა რა იქნება და თამაზ ბატონო თქვენ უნდა დაიწყოთ. კი ბატონო. ახელები არა მოა. ეგე გული მიგძნო. ეხლა მე ძალიან მიყვარს კახეთი. მართალი არა ვარ კახელი, მაგრამ თუმცა ყვარელზე მოკელი სიყრმე. არა, მარტო ის არა კაცო. მეგობრები მყავს გურჯაანელები და სხვათა შორის როლანდის მამა გია ცხონებული. ჩვენი საერთო მეგობრობა გქონდა და ხშირად ვიყავი ხოლმე გურჯაანში და ერთი კაცი გარდაიცვალა, კარგი კაცი აცხონოს ღმერთმა. არ ვიტყვი ვინ იყო, იმიტომ რომ გურჯაანში ცნობილი კაცია. ხო და მოკლედ დაკრძალვაზე ვარ ჩასულები და რო გამოასვენეს რა დღეს დამკვდრებზე ვყვები კაცო. არა უშავ. ხო და რო გამოასვენეს მივდივართ ეხლა ხევის უბანშია სასაბლო ზევით უნდა ახვიდე და როგორ კარგად გწოდნი? როგორ კარგად გწოდნი? რასა ჭიპი მოვიჭერი. ხო და უკან ორი კაცი მომდევს და ერთი ეუბნება მეორეს. ბიჭო, რა ვქნათ ბოლომდე გავყვეთო? არა უნდა ვქნათო კაცო ბოლო გზაზე ვაცილებთო რა და 3 კილომეტრია მაგ დედავატი რა არის 3 კილომეტრი ამან კი 3 მაგით ვინ არის ჩვენ თვიხო 6-იაო უცებ ორზე გაამრავი ამის მოუტრიალდი და იმას ეჩქარავა და ხაშლავე როდი შეჭამდა აბა კახელი ერთი ის გამახსენდა ეხლა ბევრი რაღაცები მახსოვს კახელებზე ოქრო ხალხი და ერთ-ერთ მონასტერში დავდიოდი მამაო მთხოვა და ვამეცადინებდი მამაოებს, ბერებს, ხმის დამუშავებაში ანსამბლი გავაკეთე და ერთი ძალიან მაგარი წინამძღვარი იყო ეს მამაო. ცოტა წვრილი ხმა ჰქონდა, მაგრამ მასწავლებელო აი კახელებს უხსნით, აბა ვეუბნებით ესე უნდა გააკეთო და არა, მაინც ახთო, დაკალი, იქეიფე, დრო გაატარე და ეს ამ ლაპარაკში ვარ და ამ მონასტრის ქვემოთ პატარა ტაძარია და იმ ტაძარში ეზოში მაგიდა და სკამები არის გაკეთებული რომ დაჯდნენ პური ჭამონ ხო და ამ ლაპარაკში ვარ რომ აი სულ გვინდა რომ ლოცვაზე მოვიყვანოთო და წირვაზე მოვიყვანოთო ესო და დარიკა ტელეფონმა უპასუხა მამაო და ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ გისმენთ რამ შეგაწუხათო და მელაპარაკები იქიდან და აი ვანო მასწავლებელო აი ხო გეუბნებოდიო საფრთხოზე მელაპარაკებიან ისეო გისმენთ ღმერთმა შეგიწიოთ არ არის ქრისტიანული კაცო მაგრამ შეგიწიოთ ღმერთმა რა ვქნა რა გავაკეთოთ და უცებ გაცეცხლა და ეს მამაო ეს წვილი ხმა უფრო და ხო შეგშალა თქვენ ღმერთმა და ხო არ გაგიჟდითო და რა იყო მამაო რა მოხდა მეთქი და ეზოში ხო ქეიფებენო იქ სვავენო და მამაო ძალიან გაწვიმდაო და შიგით რო გავაგზავნოთ ხო შეიძლება არა და გული თეთყოდნენ. გული თეთყოდნენ აბა ეხლა თან ყველაზე კარგი ეგ არის რომ დაურეკეს და ნებართო. ო ამას ისახე. ეთყობა იქ თქვენშო ეხა უკითხოთ ჯო ეგრე არ გამო. ოპერაზე გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობის ანეკდოტი რა. კახელი რო წავიდა ოპერაში პირველად იცით? არა. ხო და მეგობარმა უთხრა რომ ეხლა ვიქაო წესიურად უნდა მაიქცეო რა ძალიან ახლოს შედან ქალებიო და შენებურად თუ არის მაქრაზე და ძალიან მშვიდად თარი არ უნდა რომ დაარღვიოს რა
მოკლედ რაღაცი მოვიდა და ორივე თვალი ჩანგრეული აქვს და აი საერთოდ თვალი რა იყო და ვიციო აგე პერერივზე რო გავიდნენ ანუ პირველი აქტი რო მორჩა რა პერერი ჩემ წინ ხალი იჯდაო და როად გავეგე თხელი კაბა ეცოდა კაბა ქონა შეწეულიო გამოუწიო ქმარი ეს დაგვედეო გამადინა თლაშანი მაგიდე და ვატრი თელი პერერივიო ცივსვი მასვიდევდე მე რო დაიწყო მე შევიპარეო რო არ დავინახო მეორე რაღა ხოდა რა ვაუდა როად გაო მეორე თოდამდა და გამოწეული ხოდა მე ხო ვიცოდი არ შეიძლება და უკან შავ ეხლა ნამდვილად გამახსენდა სპექტაკლი მიდის და პარტეში ვხედავთ და უკან ცოლ-ქმარის ხედან და არ აქვს ეთყობა დაალაგებული სიტუაცია სულ სპორობენ ერთმანეთს სპორობენ და ეს ტიპი მაინც ჩუმათაი და ეს ქალი სულ დეგენერატო და შაი უხასიათო და შენ და რა გინდა შენ ოპერა და ის მესმის რა ეს ლაპარაკი და არც ეხლა რა გინდა შენ ოპერაში და გოჩუნდი ქალო და შიგადაში ეს ლაითად შეუკურთხავს ხოლმე შეაგინებს გოჩუნდი შენი და რაღაცა და ეს ქალი არ ჩერდება სულ ელაპარაკება სულ რაღაცა და აი რო არ მიჯერებ არაფერს და შეესეთო და შეისეთო რაღაცები ნუ ეხლა რა უნდა უთხრა ხო არა გაჩედი უხეხულია რაღაცები და უცებ ამ ქალს აუვარდა სიცილი და უხასიათო და შეესეთო ხასიათების და ლანძღავს რა ამ კაცს რა და ამ ქალს აუვარდა სიცილი და აიო რაც ახარ ოპერაში დავწმუდიო ეხლა როგინდა ქალო რამ დაგაწმუნდაო და ერთი ბუზი დაფრინაო და ოპერაში და რა ქაკიც ახარ დაინახა და ძედ დაგაჭდა რო ავტეგე წივილი გავარდი გარიფატე რა მაგარი ადგილი შეურჩევია իրაც კახევისა და ოპერაში აი იყო ვარდო გახსოვს ვარდო იყო ხევისუბანში აი დაბალ კაცი იყო ენა ჩლიფავდა და ოჩავდიოით ხოლმე ვარდო მაგისი ეს ვახტანგიჩი ხო მაგისი გმირს აკეთებს როლანდი იმა ხო იმათ ბადას ლაპარაკში ხო და ფირუზა მიხაილოვიჩი ყავდა ძმაკაცი და საჭაშნიკე რო გაიხსნა ხო იცი ხევისუბანზე გადა კუთხეში ჩავდივართ ხოლმე მოკლედ ხარ სავჭამთ და ერდილასაც ჩავედით 4 ჩვენა ვარ და ვახო და ფირუზ მიხაილოვიჩი დაგვხვდნენ უკვე ერთი ბოთლი არაყი იმათ თუ დგა და ერთი ბოთლი ჩვენ ჩავიტანეთ ჭაჭა მოკლედ ეს დაიცალა რა და გვინდა კიდე და ვარდო ეუბნება მიხაილოვიჩს რომ ერთ ჩვენსას აირბენდეო და ჩემს 2 ბოთლ არახს გამართმევდეო ის კიდე წელმოწყვეტილია კაცო აი და იქ რაავაო კაცო აღმარჩიო ვაი და კაცი არა ხარო კაცო ადიგო რა არა თავი დამანებეო და მესამე დროს თხოვა და არაო იმა კიდე არაო და მიხაილოვიჩ დედაში მამაშენს შენ გაკეთებას და ეხლა ყველა ველოდებით ან ტაბურეტკა უნდა უთხრას არ რაღაცა სასწაული რამე თქვა ერთი დიდი ხისკოვზი გეკეთები და დედი მისიცა ეჭამა არაჩქობს და იქ ამბავია და აი არ ვიცი ერთი დაუწერელი და ერთი ის გამახსენდა კიდე მაღაროში სიძე მყავ და იმის სახლის წინ არის ბირჟა ხო და 1-5-6 კაცი დგას თურმე და ერთმა პაპიროსი ამაიღო ჯიბეზე ჩამაიკრა ხელი და ასანთი არა აქვს. მაი და ვიღაცა მამით და არცერთ არ აღმოაჩნდა რა. ვისალთანაც ბირჟა ის გამოდის. ხო. მაი და ბიჭო ასანთი მაიტანეო, მამიკიდეო და არა მაქვს. მე შანტი სახში გამაიტანო და არც სახში არა მაქვს. რასავ შეშობერძაღლო, მაფეჭ დაგორებით ანთებთო. არა, ეგერი რო იტყვია ტყუი. მაგრები, კარგია. რაუნდი ჩავამთავრეთ. ეხლა არის თავისუფალი თემა, მე პირადად ძალიან მიყვარს, ასაც თქვენ თვლით რომ საინტერესო ისტორია, საინტერესო ანეკდოტია, თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე მოყვეთ და დაიწყეთ. ეს რო არ მოყვე, არ ვიცი, აი შანსი არა. აბა გისმენ. ერთ ჩვენ თანამშრომელს მომღერალს ცუდი შემთხვევა შეემთხვა და ციხეში მოხვდა რა. ხო და ზონაზეა დიდ კამერას თუ რას ეძახიან და ბევრი არიან და ეხლა ბიჭები უკავშირდებით აბა როგორ ახარ აშვები ხო არ გაწუხებს ვინმე როგორი სიტუაცია და არა ოქრო ხალხიო ჯიგარი ხალხიო
ვერთობითო რაღაცებს ვასრულებთ, ზაზღანდავრობთო და დითხავს დამტოვო. რამდენიმესო სმენა აღმოაჩნდაო, რამდენიმეს ხმაო და პატარა ანსამბლი გავაკეთეო. შეგიძლია. და რეპეტიციობთო რა და სიმღერებს ვასწავლიო და აი ძალიან მონდომებულები ვართო რა ციხეში. რა მაგარია და გავადრო და რაღაც და უფრო გაგიადვილდებათ რაღაცა. გავიდა რაღაც პერიოდი რამდენიმე თვე და აბა კიდე დაუკავშირდით აბა რაშვები როგორ ახარ იგივე მოკითხვები რაღაცები და ერთმა ისე ანსამბლი რაშვებოდა. ლაკირასო დავიშალეთო და რატო დაიშალეთო რა მოხდა? რეპეტიციებზე არ დადიოდნენ. აცტრენდო. რეპეტიციებზე სად დადიოდნენ? ახლა რახან ანსამბლს შეეხო თემა მოკლედ ჩვენს ვანოს ინიციატივით გავაკეთეთ ოპერა რემონტზე რო გავიდა დრომეტი ქონდა და რა ვაკეთოთ და მოდი ბიჭო ყველამ ვიცით სიმღერა და ეგ სუფრაზე რომ ღერით მაინც რაღაცა გავაკეთო და მოკლედ შეიქმნა ანსამბლი სულიკო რა კაია 2007 წლიდან მოკლედ და დავდივარ და ეს სტუდენტობის პერიოდში იყო სტუდკავშირის თავმჯდომარე და დაუმეგობრდა ერევნის კონსერვატორიის სტუდკავშირის თავმჯდომარეს და დღემდე კონტაქტი აქვს ურთიერთობა რამე და ატეხილია რომ ერევანში უნდა გავაკეთო არა რახან ეგ მოყევი მაგის ისტორიას მოყვები უცბად კონსერვატორიაში ფაქსების პერიოდია და ერევნიდან ჯერ მე ჩავედი ეს მე ის ჩამოვიდა ჩემი მეგობარი და ეხლა ისე მიწევე ერევანში კონსერვატორიის სტუდკავშირის თავმჯდომარე ვარ ვანო გალუაშვილი მოდის ფაქსი და ნოდარ გაბუნია რექტორი იყო დამიძახა ყდებას იცით აცხონოს ღმერთმა ყდებას იცით რა გინდა ისტორიას შეხვედიო და ეს ფაქსი ფუცელი დამიდოცი წერია იქ თბილისის ვანო გალუაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდკავშირის თავმჯდომარეს ვანო სარაჯიშვილს ვიწვევთ ერევანში. აშ მაგარია ისტორია. და მე გავაკეთე. არ შეინახე? შენახულია კი. ხო და გავაკეთე ერევანში გასტროლი. მოკლედ ატეხილია რომ ერევანში გასტროლი უნდა გავაკეთეთ. და მართლა მაგარი გასტროლი გამოვიდა. არ ვიცი, ნუ აი საოცარ ისეთი მიღება თან პუბლიკა იყო, ნუ არ ვიცი რა. შესანიშნავი. ხო და კონცერტის წინ მოვიდა ტელე ჟურნალისტი, რადიო ჟურნალისტი და მწერალი ჟურნალისტი. ეხლა ვანო მეუბნება, შენ რუსული კარგად იციო და ტელევიზია ჩაეწერეო. დათო ყიფიანი ყავდა მაშინ აი რუსთავ სალამურეროა. მაშინ ასამში. დათო რადიოსო და მე წერალთან ვიქნებიო რა. მოკლედ ეხლა დავდე იქით კამერა რამე ჩავწერეთ რაც მკითხა იმ ქალმა უპასუხე და მეკითხება ვარ დირექტორ გალუაშვილი და მეუთხარი და знаете, а я галустян. ო, ნუ ეს გალუსიანი და ეხლა მაიცამ დამამთავრებინე რა. ნუ გისრებს. ხო, ეხლა ძლიერ შევიკავე რა სიცილია და წამოვედი და იქით გავიხედე დათო ყიფიანი აი რაფერია იცი აი წესე წითელია რა იყო მეთქი შევხედე მოვიდა და ეჯერ ისე ვიქით არის წერალ ჟურნალისტად ბიჭო ეხლა ხო მიმარო რაღაც ჟურნალისტო რაღაცები ხომ მკითხავ და მე მკითხავ თქვენ დირექტორი ის არის რომ გალუაშვილი მეოთხარი ხო და მე კიდე გალოიანი ვარ ის მეორე ჟურნალისტი და ამასობაში ამანაც დავდავ და მოტრიალდა და აი ჩვენ ხო დახოცილები ვარ და ამასაც სახეზე ცეცხლი აქვს წაკიდებული ძლივ შეკავებს სიცილს რა მოვიდა და ჩვენ რო ესეთ დღეში რა იყო რა და შენ რა იყო მეთქი შენ რა გჭირს და აი იმ ჟურნალისტმა ბოლოს რო გითხავ რომ რა გვარი ხარო გალუაშვილი ზიბლაკ აი გალოიანს თუ რაღაცა და შევხედა რა იყო შეჩება გვარი შეკრებაზე ჩამოგვიყალე მე უთხარ აი ისე სამივე ისე რანაირად დაერთხა გალუსტიანი გალოიანი გალოიანცი აх მეთქი ჩვენიერი ანსამბლი თქვენი ცალკე ანსამბლსაც ძალიან ბევრი გასტროლებია ხო სული კი არა ანსამბლს მეტი გასტროლია გვიდეთიათ იმიტომ რომ 7 წლიდან მოყოლებული დღემდე 86 გასტროლი გვაქვს გაკეთებული 380 კონცერტი დაახლოებით ადგილზეც და სოფლიოს სხვადასხვა არა თბილისში აქ ისე საქართველოში ქონდა პერიოდი რეგიონებშიც რომ დავდიოდით სამინისტროს დახმარებით და მაგრამ ძირითადად უცხოეთ კი მიწოები გვაქვს ხოლმე ხშირად არა მაგარია რა ხა ესეთი უცბად ესეთი წარმატება აუ ერთი კონცერტი გვაქვს ბრიუსელში
ძალიან ცნობილი და პრესტიჟული დარბაზია ბოზანი ქვია ამ დარბაზს და როგორი ის არის იცი აი დრესკოდი რომ აი სმოკინგი უნდა გეცვას ისეთი რომ რაღაც ძალიან ძვირფასი საღამოს კაბებში ძალიან ძვირფასი სულ ამორჩეული ხალხია ეს ნატო და რაღაცა მთელი ისენი და გაგვაფრთხილა ამ ორგანიზატორმა რომ პირველი განყოფილება 30 წუთი და 13 წამი, მეორე განყოფილება 30 წუთი და 38 წამი. მითხარით 40 წუთი უნდა შეამციროთ. და ეხლა გადავხედეთ დარბაზს. კიდან იცით დარბაზს ფარდებს რო აქვთ ხოლმე ჭურჭურტანა და გადავხედეთ როგორი ხალხიზის, იცი რომ აი ძალიან სერიოზული ხალხი და გელა ჩვენი მომღერალი მეგობარი ორივე განყოფილებაში მეგრულ სიმღერებს ჟღერის ჩელას და ვაგიორქოს ხო და ბიჭებო დღეს ვერა ვარ კარგათო და თუ შემცირებარიო მოდიო მეგრულები ამოვიღოთო და რომ მოყოლებული კახეთიდან აფხაზეთამდე ყველა რეგიონის და ყველა კუთხის სიმღერებს ჟღერივათ კონცერტში თან ეს ისეთი პრესტიჟული სიტუაცია იყო რომ აუცილებლად აი საქართველოს წარდგინებისთვის უკან მიდიოდა კადრები საქართველოს და ძალიან მაღალი დონის არის და ამოვიღეთ ეს ორივე მეგრული სიმღერა კიდე შევამცირეთ და პირველი განყოფილება მორჩა ახლა მეორე განყოფილება მთავრდება და ეს სერიოზული და დამჯდარი ხალხი და ესე წამოხდა ფეხზე ტაშის გრიალი ბრავოები დაიხურა ფარ და გავხედე ამ ორგანიზატორს და მე რა ვქნათ მეთქი და გაიღება ფარ და ერთი მადლობა გადაიხადეთ კიდევ და გამოდითო და დამთავრდა გავედით მადლობა გადაუხადეთ კიდე გამოვედი დაიხურა ფარ და არ წდება რა ეს ტაში 5-6-ჯერ მოგვიწია გასვლა და შუა დარბაზში წარმოიდგინე ხა კახური იმღერეთ ქართული გურული იმერული აფხაზული რაჭული აჭარული თუშური ყველაფერი ვიმღერეთ რა და შუა დარბაზში ვიღაცა ტიპი ადგა ხელებს იქნევს გააჩუმა მთელი დარბაზი და ჩვენსკენ გამოიშვა ხე რა არის ბიჭო ეს მთელი საქართველო იმღერე და ერთი მეგრული ვერ იმღერეთ ვერაფერი შეგიცხვა თქვენ ნამუსი ბიჭო რა არის მოვედი აქ მეგრული მიდო და მომესვინა შეგცხვა ბიჭო ამოვიყვანეთ კულისებში დავაყენეთ აქ საიდან მოხდი ჯერ იმას რაც კი მეგრულები ვიცოდეთ ყველაფერი უმღერეთ ამ კაცს და აი არ ვიცი რა მეთქი რა გავაკეთოთ მითხრა ვინ იყო ეს კაცი არის გავგეცნო მაგრამ იქ ცხოვრობდა და რაღაცა მოსაწვევი ძლივს გავჩითეო რა ძალიან კარგი ისტორიები, წარმატებები ჩემო მეგობრებო. აიხარეთ. სასიამოვნო იყო და გამიხარდა რომ მობრძანდით. ანალოგიურად ჩვენ. მე ვიცი ბევრი დასტუმრობა. დრო არ გაქვთ თქვენ, თუმცა პატივია ჩემთვის თქვენი აქ ყოფნა. ამ თანხას მე შუაზე გავყოფ და თანაბრად გაგინაწილეთ რაც არის ბიუჯეტი. მაინც უნდა დავხარჯო. კი ბატონო. მე ხარ ამდენი ვილაპარაკეთ ოპერაზე. და რომელიმე არია ბიჭებთან ერთად ერთი კიდე რომ დავამთავროთ, ალბათ შესაძლებელია. ჩვენი ისეთი ის გვაქვს სავიზიტო ბარათი იყო ხმებში გაშლილი, ალაფის არია 4-მაში. საინტერესოა. ყოველი კონცერტის მერე ბოლოს ამას ღერიოთ ხოლმე და არის დიდი ამბები. და ჩვენი განაცემის ბოლოსაც ამით დაიხურება. დიდი მადლობა, წარმატებები და ჯანმრთელობა. ჩვენ ტელემაყურებელს კი ვეთქვი რომ კვირას დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-ზე და შევესწრებით ისევ ხიარული იყოს ის კვირა. დროებით. Principe
Krishna